დავიწყოთ და მე მინდა სტუდიაში მოვიწვიო პაპუნა შუკაკიძე და ლევან კობიაშვილი. შევგებოთ. დაშli თუ შეიძლება. გამარჯობა პაპუნა, გამარჯობა ლევან. როგორ გიკითხოთ, როგორ ბრძანდებით? კარგად, ხო როგორ ბრძანდებით? კარგად, მადლობა ჩვენს კარგად. რა მაინტერესებს, იცი? ორი კაცი ხართ მობრძანებული. დიახ. რამდენი ლარის მოგება საფრთხე? რაც მეტი მით უკეთესი, მაგრამ გააჩნია ახლა როგორ წავიდა ხუმრობები. და როგორ იყოფთ ამ? აუ, ნახევარ. ნახევარს, ნახევარ? ნახევარ. ანუ ძმურად. დიახ, ხო. ძალიან კარგი. არა, ეს მინდოდა დამეკონკრეტებია და ხალხი მოდის, ზოგი 1000 ლარს იგებს. ორი ადამიანი ერთს 900 იქნება და მეორეს 100. ესეც არის. მოკლედ შეავსეთ თქვენ ანკეტა, ხო? მე მინდა რომ ერთი წაიკითხოს ლალი და მეორე შენ. მე უკვე მივხვდი რა უნდა და ამით ეთქვა მაგ. აჰა. რომლის იმედი გაქვთო კობა? აბა. და აბა ვისიო. აბა ვისიო, პატრიცია მოვაკობა, აბა. ხომ ახლა გააჟღერეთ. ვისი იმედი აქვს? თორმე კითხვა შეუცვლიათ და მეთქი ახტევა თქო და. ანუ ის კი არა რომ ვინ უფრო გიყვარს, ვის გადაარჩენთ რო იხჩობოდეს და რაღაცა რო იყვარს. ვინ გადაგარჩენთ, ხო? კი ბატონო. ახლა შეგადეთ როგორია კითხვა, როგორი გულება რომელი ჟიურის წევრი ჯერს არ არის ქართულად სწორია ასე ჟიურის რომელი წევრის იმედი გაქვთ ასე უნდა ჟიურის რომელი წევრის იმედი გაქვთ რომ გაგიცინებთ იმიტომ რომ ძალიან დაბალი გემონების არის და ყველაფერზე ეცინება მახობიძიასი ერთსაც ასე უწევი მე არ მიხარ მალხაზი ეთყობა რომ რატო წაართვი ლალის ეს წასაკითხი ლალი უნდა წაიკითხოს მეთქი და შენ მახობიძია მახობიძია და თან ეთყობა რომ ჭიათურა უყვარს მახობიძია ფჩხილებში ბაღვა წერია და არა მარტო ჭიათურა ჩემი იმედი წაიკითხეთ ანკეტა, ხო? კი ბატონო ძალიან კარგი. ბიჭებო, გნებავთ რაიმე შესავალი? არა. პირდაპირ დავიწყოთ? შესავლის გარეშე. ძალიან კარგი. მოემზადეთ ჟიურის წევრებო. დადუათ. და მე მინდა გითხრათ, რომ 3 წამში თქვენ დაიწყებთ თამაშს. 1, 2 და 3. გამარჯობა. ჩვენ ჭიათურიდან ვართ. ახლა ისე თქვი ჭიათურიდან ვართ ხო? რა ვიცი, მაგას თუ ყოფნა ქვია, ვიქნებით ბატონო. ბიჭო, სანამ სცენას გამოვიდოეთ, 1000-ჯერ გაგაფრთხილე გლახარა ფერთხვა ჭიათურაზე თქო. რა იყო შეშობეძაღო, დეინახით ბლისტა ჭიკჭიკდის ხანაირად. გეიცანით? ჩემი ძმაკაცი ლევანი კობიაშვილი არის. ოჯახიც ეუნებოდა და მეც შეუნებოდი. ლევანი ფეხბურთს მიაწექი, მონაცემები გააქვს მეთქი და არავის არ დაუჯერა და ქე გამოდის ახლა გააცინე და მოიგეში. გამარჯობათ, მე ლევანი ვარ. კარგი იყო! აუ, კარგი იყო 50 ლარი თქვენია. ძალიან კარგი. ხო აგზელებ? კი, რა თქმა უნდა. აგზელე? მართლა? რა თქმა უნდა, აბა. მოემზადეთ, კარგად მიდიხარ. აბა. კარგი იყო. დავალაგო? მოემზადეთ. თორე ეგრევე ჩავთვლი მონაწილეებს მოგებათ. თამაში არის 100 ლარზე, 1, 2 და 3. მარა არავის არ დაუჯერა და ქე გამოდის ახლა გააცინე და მოიგი სცენაზებია. გამარჯობათ, მე ლევანი ვარ, კობიაშვილი ჭიათურიდან. აჰა, ამასაც ვერ ამბობთ ისე რა ვარ საჭიროა მალხაზიძია. კარგი იყო! მალხაზ დაერიმა და გაეცინა. ისე როგორ საჭიროა ამასაც ვერ. აუ, რა ბოლო, აი დაგარტყა ხო ბოლო. მალხაზიძია. მაინც. ამასაც ვერ ამბობ კარგად. მალხაზიძია. კარგია. 100 ლარი მოიგე. კი. კარგები ხარ. კარგია ძალიან. მე უნდა გკითხოთ, აგძელებთ ხო? დიახ. მოემზადოთ ჟიური, როცა მეტყვით ჩავთავ. ამას ვიღაც ცემს ჭიათურაში მე ვარ თამაში არის 200 ლარზე. 1, 2 და 3. შეგახსნათ მე ლევანი ვარ, კობიაშვილი ჭიათურიდან. აჰა, ამასაც ვერ ამბობთ ისე რა ვარ საჭიროა მალხაზიძია. ისე კარგად თუ დამაკვირდებით, ახალგაზრდა ბელმონდოს გავარ. ლალი ბიცოლა, ხო გახსოვს ბელმონდო? შენ იმიტომ გეკითხები რომ თამუნა ამონაშვილი იცი ვინ არის და ალბათ ბელმონდოს გეცოდინება რა. ლალი ბიცოლა. კარგი იყო? თამუნა გვიყვარ ხარ? რა თქმა უნდა, თამუნა გვიყვარს. ძალიან. ქროგოგუა. კი ბატონო. თქვენ მოიგეთ 200 ლარი. დიახ. ფიქრობ ეყოფათ. ანუ ფიქრობ უნდა შეწყო.
მე უნდა ვკითხო. არაფერი არ ეყოფა რა. არაფერიც არ ეყოფა. რამდენია? ჯერ 200 ლარია, ხო? იგი 200 ლარი. აბა, მოგზელებ. მოემზადო ჟიურის წევრები. აბა ვლაგდები. თამაში რთულდება. 400 ლარი. 400 ლარზეა თამაში. 1, 2 და 3. ისე, ყობაბიძია, შენ ჭიათურელის ხარ, ხო? არა და ძალიან ქათქათა ხარ, ცოტა სიშავე გაკლიავიო. აგერ მახაზიბიძია დაგვეთანხმება. ჯო, ბიჭო, ზურაზე გვაქვს რამე ხუმრობა? ზურაზე არა ბიჭო. ვა, რა ვადაგჭე ეს ამხელაკაცი ხუმრობის გარეშე? მე მიგონე, ნახე, ზურაბიძია დღეს ჩვენ მოგებას ვაპირებთ და არავის და ურეგია. ვერ გეიგონა მე მგონი ბიჭო. კოტეს არ დაურეგია ბიჭო, კოტეს. კოტე. ისე სიტყვა შობეძახს ორი მნიშვნელობა რო ქონია იცოდით. ცუდი და კაი, ამ მაგალითად ცუდი. გუშინ ჯემალის ბიჭი უბანში გლახად იგინებოდა. ჩემოთ ბიჭო ეგ შობეძაღლიო. ახლა კაი, ტრისტანის ბავშვი თავისი თუფასოზე ჩაუბარებია. კაი ბავშვი არის ეგ შობეძაღლები. მახოძია, აი გუშინ ფიქრობდი ნეტა ჯოჯოხეთი რანაირი არის ხო და აი ასე წარმოვიდგინე. საჩხერის საავადმყოფოში ყობაბიძია რომ თავარი ექიმი ყოფილიყო და დავის ხუმრობებს რო ეუბნებოდეს პაციენტებს, ასეთი. დაიჭირა, ბიჭო, მაინც დაიჭირა. მაინც დაიჭირა. ეს კაი ხუმრობა იყო, შემინახეთ ეგ ხუმრობა, შემინახეთ. 400 ლარი მოიგე. აბა, აი ეს მართლა ხუმრობა იყო. ნამდვილად. ბიჭებო, აბა, ხო. 400 ლარი ფულია. 400 ლარი ხუმრობები მოიგე. გვაქვს? გადაწყვიტე. აქვს, მაგრამ ჯობია რომ გავჩერდეთ. ჯობია რომ მეც გაჩერდეთ. ასე მგონია. ჯობია რომ გაჩერდეთ თქვენს კაი ხასიათზე დარჩეთ ჩვენც და მაყურებელიც. ჯობია. მაგრამ მე მაინც მინდა ვთქვა, რომ მე მაინც მიყვარს რისკიანი ადამიანი. მაგრამ იცი რას ვამბობ? თუ გრძნობ იმას, რომ ვერ მოიგებ, უნდა გაჩერდე. აი იუმორი ხო იცი როგორი ამბავია? როცა შედიხარ, გრძნობ, რომ თუ ჩავლე სულში, ხო. აი ერთი სახელი და გვარს ამბობენ, მარტო და არა, იმაზე რაღაცა არის, მომენტი ხო? არის კი რომ იჭერა. ძალიან კარგი ბიჭები ხარ. მე ვცემ პატივს თქვენს გადაწყვეტილებას და გადმოგცემთ 400 ლარს. კარგია. უღრმესი მადლობა მომბრძანებისთვის. მადლობა თქვენ. გამომართვით რომელმაც გინდათ ეს ფული. წარმატებებს გისურვებთ. აი, მოკლედ, გადაწყვეტილება კარგი იყო ძალიან. და ამას არაფერი არ ჯობია. შემოგვიარეთ, მოიტანეთ ესეთი კარგი ხუმრობები. თქვენც ისიამოვნეთ, ჩვენც ვისიამოვნებთ და რა თქმა უნდა უზენაესი ჩვენი მაყურებელი. არ მადლობა გავხსნა, დიდი. ის ზეპირად მინდა რომ ვიცოდე როგორ იყო ჩემზე. რომელი ჯოჯოხეთი როგორ ჯოჯოხეთი, წარმოგიდგენიაო? ჯოჯოხეთი, ყობა. საჩხერის საავადმყოფოშიო. ყობა იყოს თავარი ექიმი და პაციენტებს უყვებოდეს თავის ხუმრობებს. კაი, კი ბატონო. კაი ბიჭები ხართ. არგეთ, მადლობა დიდი. აიხარეთ. მადლობა დიდი. ნახონდისა მადლობა. პროექტში მოვიგეთ 400 ლარი, ძალიან გაგვიხარდა და ამ შესაძლებლობისთვის მადლობას ვუხდით პროექტის ორგანიზატორებს. მადლობა და წარმატებები შემდეგ გამოსვლისთვის. მადლობა.